მოგესალმებით. ამოვხსნათ გეომეტრიული ამოცანა გვერდი 3, ნომერი 90. აი აქ მინიშნება გვაქვს ეს კუთხეები ტოლია. ეს კუთხეები ტოლია, შეგვიძლია დავაწეროთ ალფა, ამასაც ალფა. აქაც ესე ტოლია ბეტა. დავაკვირდეთ აი ამ სამკუთხედს, ხედავთ? აი ამ სამკუთხედს დავაკვირდით. მონიშნულია სამივე კუთხე 100 ალფა და 2 ბეტა. შეგვიძლია დავწეროთ 100 დამატებული ალფა დამატებული 2 ბეტა უდრის 180. ასევე შეგვიძლია ვნახოთ მეორე სამკუთხედი. აი ასეთი სამკუთხედი. სამკუთხედში დააკვირდით. გვაქვს ასეთი რამ. ორი კუთხე ალფა და ალფა, აგერ ბეტა, ამ ორი კუთხის ჯამი ბეტასა და ამ მთლიანის ამ ორი ალფას. ზევით ალფა, ქვევითაც ალფა. უდრის გარე კუთხეს, აი ამ 70-ს. ორი კუთხის ჯამი 2 ალფას პლუს ბეტა უდრის 70. იმედი ამ სისტემის ამოხსნა ახალ გაგიჭირდებათ. ალფას იპოვით და ჩასვამთ ალფა, 2 ალფა კიდე აგ 100 ტოლია, რასაც გვეკითხება, უნდა ვიპოვოთ რა. შემდეგი ამოცანა გვაქვს მოცემული ეს და ეს ტოლია, ეს ამინიშნება მოცემულობა უფრო სუსტად თუ ვიტყვით. ეს და ეს ტოლია, შეგვიძლია ალფა და ალფა დავაწეროთ. აი ეს კუთხე ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მარტივად. ამ პატარა სამკუთხედში 40 70 110 ეს ვერტიკალური კუთხეები, ანუ ალფაც რამდენია 110, აი ესეც 110. ბოდიში 110 ეს ამ ორი კუთხის ჯამი, ეს არის 70. ესეც 70, ესეც 70. ანუ ამისა და ამის ჯამი 70. ახლა აქედან დავაკვირდეთ, აქედან რო წამოვიდეთ, მთლიანად ეს კუთხე უნდა იყოს 180. ანუ ეს 70, ესეც 70, აქ რა დაგჭა? 140, 40. ეს კიდე გარე კუთხეა, აი ამ პატარა სამკუთხედის. გარე კუთხე უდრის 40-სა და x-ის ჯამს. შემდეგი ცოტა რთული ამოცანაა, ცოტათი. აი დავიწყოთ ასეთი. კუთხეები ტოლია, დავაწეროთ ამას ალფა, ესეც ალფა. ეს კუთხე
კუთხე და ეს კუთხე ვერტიკალურია, ესეც ალფა. აქა ანალოგიურად ბეტა, ბეტა. ეს ბეტა, მისი ვერტიკალური კუთხე, ესეც ბეტა. ამ სამკუთხედიდან ჩანს, აი ხედავთ ამ სამკუთხედს ალბათ. ალფა პლუს ბეტა უდრის 120 გრადუსს. ეს 60-ია, დაგვრჩა ორი კუთხის ჯამი 120 გრადუსი. ეხლა ალფას პლუს ბეტა თუ 120-ია, აქედან ჩანს რომ 2 ალფას პლუს 2 ბეტა იქნება 240. ანუ ყველა წევრი გავამრავლეთ 2-ზე. აი ეს 2 ალფა გულისხმობ ამას და გულისხმობ აი ამას 2 ბეტა. ეს არის 240. აი აქ შიგნით კუთხეები რო გვაქვს, აი ეს ჯამურად იქნება 120-ის ტოლი, აი ეს ორი კუთხე, აი ეს და ეს იქნება 120-ის და რატო? დავაკვირდეთ. მთლიანად აი ეს კუთხე, აი ეს 180-ია. ესეც 180-ია. ჯამში. 180 და 180 გვაძლევს 360 გრადუსს. აი ამ 180 მოვაკლოთ ეს 2 ალფა და აი ეს 2 ბეტა. 2 ალფა და 2 ბეტა, ანუ 240 გრადუსს მოვაკლებ. და გვჩება 120 გრადუსი. ანუ იმის თქმა მინდა რომ ესე და ესე ჯამში არის 120. ეს ცალკე აღებული არა, 120 ჯამურად. აი თუ გინდა ნახეთ 120 ეს ორი კუთხე დამატებული 2 ბეტა დამატებული 2 ალფა, 2 ალფა და 2 ბეტა დამატებული, ეს იგივე 240-ია და იძლევა 360 გრადუსს. ეხლა შემოვართ ამ პატარა სამკუთხედში, ხედავთ? ამ ორი კუთხის ჯამი თუ 120-ია, ეს 60 იქნება, x უდრის 60. რაც შეეხება აი ამ ამოცანას, აქაც შეგვიძლია მარტივად გავაკეთოთ. აი ეს აღნიშნოთ ალფათი, ესეც ალფა. ეს ბეტათი, აი ესეც ბეტა, ეს კუთხე. პირველი განტოლება ჩავწეროთ აი ამ პატარა სამკუთხედში. აი, წარმოვიდგინოთ. აი ამ სამკუთხედში, ხომ? აი ამ წითელი ხაზებით შეკლულ სამკუთხედში, ნახეთ 2 ალფა, ესა 2 ალფა, ეს 70, მესამე კუთხე ბეტა, ანუ 2 ალფას პლუს ბეტა უდრის პლუს ბეტა პლუს 70 უდრის 180. 2 ალფას პლუს 70 პლუს ბეტა უდრის 180. ეს ერთი განტოლება, მეორე განტოლებას დავწერთ დიდი სამკუთხედისთვის, სრულწლიანი სამკუთხედისთვის, ხედავთ? დიდ სამკუთხედში. აი ნახოთ დიდი სამკუთხედი. აი ამაში. ამ დიდ სამკუთხედში შიგა კუთხეების ჯამი 180, ანუ ეს კუთხეებია 2 ალფა, 2 ბეტა და 50. 2 ალფას პლუს 2 ბეტა და პლუს 50. ვაძლევს 180 გრადუსს. აგერ 2 ალფა, 2 ბეტა და 50. მადლობ ყურადღებისათვის.